დავბრუნდით პირდაპირ ეთერში ძალიან საინტერესო სტუმრებთან ერთად წარვადგენ ზალ ჩიტელაძე ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის ორგანიზატორი სპორტული სააგენტო SBM-ის დირექტორი გიორგი ბარკალაია ჩემპიონატის გენერალური პარტნიორი VTB ბანკის ვიცე-პრეზიდენტი და დავით მუნჯირი ფეხბურთელი და ასევე ჩემპიონატის მონაწილე მოგესალმებით. ანუ სპორტი და ბიზნესი როგორც ჩვენ რეკლამამდე ვთქვით. ისე ლიტერატურას და ბიზნესს და სპორტს როგორ დააკავშირებ შენ? ლიტერატურას და რას? ლიტერატურა, ბიზნესი და სპორტი. ჯანმრთელობა სულიერი ხო დავაკავშირეთ, სულიერი ჯანმრთელობა არის ლიტერატურა, ფიზიკური ჯანმრთელობაა სპორტი და ბიზნესი ხელს უწყობს რომ შეიძინოს სპორტთან დაკავშირებით, ამან იმუშაოს ყველაფერმა. საინტერესოა როგორ გაერთიანდა ბიზნესი და სპორტი. თქვენ შემთხვევაში როგორ მოხდა ეს გაერთიანება? მაგრამ იმისათვის რომ ბიზნესისთვის საინტერესო იყოს, ამიტომ უნდა შეიფუთოს, ლამაზი უნდა იყოს, მიმზიდველი უნდა იყოს და ის ყველა პლუსი რაც ზოგადად სპორტს გააჩნია, უნდა იყოს ღონისძიება დატვირთული. ამიტომ მინდა პირველ რიგში მადლობა უთხრა თქვენს ტელევიზიას GDS, იმიტომ რომ შუქდება მთელი წლის განმავლობაში და ეს მნიშვნელოვანია არა მარტო ჩვენთვის, როგორც სპორტული სააგენტოსთვის, რომელიც ამ ღონისძიებას სათავეში უდგას, არამედ მონაწილეებისთვის და იმ კომპანიებისთვის, ვინც ამ ღონისძიებაში აქტიურად მონაწილეობს, იმიტომ რომ არა მარტო გართობის დატვირთვა აქვს ამას და ჯანსაღი, არამედ ის რომ კომპანია იხარჯება თავისი მენეჯმენტისთვის, ეს ვფიქრობ დასაფასებელი უნდა იყოს და ერთ-ერთი დაფასება შემადგენელი ნაწილი ეს არის პრესის, ტელევიზიის ყურადღება და კიდევ ერთხელ მადლობა. დიდი მადლობა თქვენ. მე როგორც ვიცი, თან წლიდან წლამდე იზრდება უკვე კომპანიების სურვილი რომ ჩაერთონ ამ ჩემპიონატში, ხო? ნუ ეს ჩვენთვის დიდი პატივია და კომპლიმენტი, იმიტომ რომ ორჯერ გაიზარდა მონაწილეთა რაოდენობა, ეს იმას ნიშნავს, რომ მათთვის საინტერესოა, ანუ პროდუქტი მონაწილეებისთვის და კომპანიებისთვის საინტერესოა, ამიტომ ჩვენ ვფიქრობთ და გეგმა გვაქვს უფრო შორს მიმავალი მთელი საქართველოს მასშტაბით გაკეთდეს ეს ღონისძიება და დაწყებული გვაქვს მუშაობა რომ მინი ფეხბურთი, სამოყვარულო მინი ფეხბურთი გავაკეთოთ საერთაშორისო, გაკეთდეს ჩემპიონთა ლიგა საერთაშორისო და პირველი ასე ვთქვათ ღონისძიება ჩატარდეს საქართველოში, ანუ უცხოეთიდან ჩამოვიდნენ ის არის ბევრ ქვეყანაში ესეთი ღონისძიებები და ვფიქრობთ ეს რაღაც თავი მოუყაროთ ამას ჩვენს სამშობლოში და შემდეგ სხვადასხვა კომპანიებთან ურთიერთობით, ანუ სპორტულ სააგენტოებთან ურთიერთობით საინტერესო გახდეს მათთვისაც, რომ ჩვენ ესპანურ მხარესთან გვაქვს საუბარი, რომ ვალენსიამ მიიღოს ასევე და ანუ შორს მიმავალი გეგმები გვაქვს, რომ ასევე ბიზნესი და სპორტი ერთმანეთს დავაკავშიროთ ის კეთილი ნება იმ კომპანიების ერთმანეთთან და ბევრი მონაწილე არის, ვისაც ოცნება ჰქონდა ფეხბურთელი გამხდარიყო, მაგრამ სამწუხაროდ ვერ გამოვიდა. ოცნებებსაც ასრულებს, ასე ვთქვათ. სანამ გადავალთ ჩვენ ბიზნესს სანამ მივადგებით, მინდა კითხოს, გავიგე რომ ფეხბურთელი ხარ, ისიც გავიგე სხვადასხვა წაიკითხავდი შენ რომ რივალდო 43 წლის კაცია თუ 44 წლის კაცი და გუშინ წავიკითხე მის გვერდზე რომ ბრუნდება ფეხბურთში. თურმე რივალდო ყოფილა ხო გახსოვთ ბრაზილიაში რივალდო სოფლიოში ყოფილა გუნდის ფლობელი, უყიდია ეს გუნდი რომელიც სადაც დაიდგა ფეხი და სადაც ცრიან ბალახზე პირველმა გაირბინა და ეხლა ამ გუნდს უჭირს და ბოლო ადგილზეა ბელიგაში ბრაზილიის რომელიღაც შტატის ბელიგაში დაიწყო ჩამოხსნა ბუცები და დაიწყო ფეხბურთი. აი ეს არის თუ არა ასე ვთქვათ ბუცების ჩამოხსნა თუ საერთოდ ბუცების გადაკიდება ამ ხარზე თუ რა პროცესია ფეხბურთელისთვის საინტერესო. მოგესალმებით. ნუ რაღაცა დოზით არის, რა თქმა უნდა. ეხლა პირველ რიგში დიდი მადლობა თქვენ, დიდი მადლობა ორგანიზატორებს, დიდი მადლობა სპონსორების სახით წარმოდგენილია გენერალური სპონსორი აქ და დიდი მადლობა მათ რო ვთქვათ მოყოლულ ფეხბურთელებს, მათ ვინც პროფესიონალურ დონეზე ვერ თამაშობს, საქმეება მიეცათ რომ რაღაც დონეზე ესე რომ ვთქვათ საშეჯიბრო ტონუსი ქონდეთ და мотиваცია ქონდეთ რაღაცის გასამარჯვებლად. ამიტომ ჩვენთვის იმ ფეხბურთელებისთვის, რომლებმაც რამოდენიმე ხნის წინ თავი დავანებეთ აქტიურ სპორტს, რა თქმა უნდა ძალიან სასიამოვნოა ესეთ ღონისძიებაში მონაწილეობა. თავიდან სიმართლეს გეტყვი, ძალიან გაგვიჭირდა, იმიტომ რომ ჩვენ მაინც ახლა აქტიურად ვერ ვარ ჩართული და იმდეს ვერ ვარჯიშობთ და ანუ წონაც და ფიზიკური მონაცემებიც არ გვაძლევს იმის საშუალებას, რომ თანაბრად კონკურენცია გაუწიოთ სხვა ახალგაზრდა გუნდებს. თუმცა მაინც ჩვენი გამოცდილების ხარჯზე და იმ სინთეზის ხარჯზე რაღაცა შედეგს მაინც მივაღწიეთ და დღეს ნახევარფინალში ვართ და
თავარი კიდევ შეიძლება ითქვას რაც გაკეთდა ჩვენთან თქვენით ალექსანდრიაშვილმა მაშინ დაანება ფეხბურთის თავი და ბიზნესის ჩემპიონთა ლიგაში თამაშობდა რაღაც 6-7 თვის განმავლობაში შემდეგ მას თავი შეამოწმა რომ შეუძლია კიდევ დიდი ფეხბურთის თამაში დაბრუნდა ფეხბურთში დღეს ის თბილისის დინამოსთან ერთად შეკრებაზე იმყოფება და ემზადება ევროპის ლიგის შეხვედრებისთვის. წარმატება მინდა უსურვო მას პირადად და მის გუნდსაც. ჩვენთვის კიდევ მაინც რა დოზითაც არ უნდა იყოს ეს мотивация საშეჯიბრო ჩვენ სპორტსმენები ვარ და ყოველთვის როდესაც გავდივართ მოედანზე ყოველთვის მოსაგებად ვიბრძვით და პლეი-ოფში მოხვედრაც გაგვიჭირდა, მოხვდით კიდევაც, ახლა ნახევარფინალია, კვირას გვაქვს განმეორებით ნახევარ შეხვედრა და მე იმედი მაქვს, რომ ფინალურ შეხვედრაშიც მივიღეთ მონაწილეობას, თუმცა ძალიან სერიოზული მოწინააღმდეგე გვყავს და ძიმე თამაში გველის. წარმატებას გისურვებ, VTB ბანკი არის გენერალური პარტნიორი, როგორც ვიცი. და კარგია, როდესაც იწყება, მე მახსოვს ეს პერიოდი 2008 წელი იყო, ხო პირველად? მე რადიო უცნობიდან იყო რაღაც ჯგუფი ძრიფ შევაკოცეთ და მე მგონი მეც მითამაში არ ვიცი მაშინ რაღაცა უდიდეს ტრამვი დავასრულე ის. საბედის წერვა აღმოჩნდა. ისტროლერი გიორგი მინდა კითხო რა არის ეს ბანკისთვის აქ ესეთ ღონისძიებაში მონაწილეობა, რატო არის საინტერესო? გარდა იმისა, რომ აზარტულია, გარდა იმისა, რომ ჯანმრთელი ცხოვრების წესია. კარგი საქმე მე ესე მგონია რომ ბანკი იღებს მონაწილეობას სპორტში და მასიურ სპორტში და მაგარია მეტი. აი თქვენი ხედვით რა არის? ჩვენი ხედვით როგორც თქვენ თქვით ერთ-ერთი ყველაზე მთავარი ფუნქცია ბანკისთვის არის ის რომ ბანკი ხარში ამოუდგეს ჯანსაღმსხმოება და ჯანსაღმომავალს. ძირითადად რაც ჩვენ დევთ ფულს და რასაც ვასპონსორებთ, ძირითადად ჩვენ ამ სპონსორობას არ ვეძახით, როგორც ამ შემთხვევაში პარტნიორობას ვეძახით. ჩვენ ვცდილობთ რომ ჯანსაღი ცხოვრება იყოს ჩვენს შვილებს ქონდეს ჯანსაღი ცხოვრება, მომავალი თაობა გაიზარდოს ჯანსაღად. ეს სპორტი გახდეს პოპულარული, თუ დღეს თუ არ ჩაიდო ამ სპორტში ფული და თუ არ ჩაიდო ენერგია, შეუძლებელი იქნება მომავალი თაობა ჩაერთოს. ჩვენ მარტო ერთი სპორტი არ არის, რომელსაც ხარს უჭერდა აქედან გამომდინარე. ჩვენ რასაც ვხედავთ, ყველა სპორტი პოპულარული ხდება და აქედან გამომდინარე ეს არის ის ერთ-ერთი ძირითადი მმართველობა, რატომაც ჩვენ უჭერთ სპორტს მხარს. ჩვენ გვინდა რომ ჩვენი მომავალი თაობა იყოს ჯანმრთელი, ჯანსაღი. მაგალითია ერთგვარად ბუნებრივი ახალი ყოველთვის მე მესმის ახლა ორგანიზატორებისთვის რა, იმიტომ რომ ბევრი ჩვენთანგანი ყოფილა რაღაც ორგანიზატორი და ძნელია ხშირად ადამიანს აუხსნა, რომ ეს პირველ რიგში მის შვილს სჭირდება, ჩვენ შვილებს სჭირდებათ, იმიტომ რომ არის სპორტი, იმიტომ არის ჯანმრთელი ცხოვრების წესი და სხვა გზა არ არის. ეს ინვესტიცია არის მომავალ თაობაში. სხვა გზა არ არის. ამიტომ ამ ხრივ მართლაც დასაფასებელია ეს თქვენი ბანკის ეს პარტნიორობა და სწორი სიტყვა მე მგონი. რაც ზუსტად დღევანდელ დღეს ჩვენ რო ვეხმარებით ეს ლიგას, ეს არ ნიშნავს რომ მხოლოდ იმ ლიგას ვეხმარებით. ეს არის მომავალი თაობა, რომელიც ამას უყურებს და რომელსაც უნდა რომ ჩაერთოს მომავალში, რომელიც ბურთს თამაშობს სახში პატარა ბავშვობიდან და ეს რო უხარია შესაბამისად უკვე გისიზდება ტრიბუნაზე დაждდება ახლობელი თამაშოს უსტალე. იმიტომ რომ აი ჩვენთან რა სხვა შეს ბევრ ქვეყანაში სულ ამას ვამბობ, ხა ზუსტად 23-ში ჩავეტევით და გადავუხვევთ ემას. აკრძალულია ლუდის რეკლამა. ხო აკრძალულია ალკოჰოლის რეკლამა, სიგარეტს მივედით იქამდე რომ არ შეიძლება. ეხა ლუდზე უნდა მივიდეთ. ლუდის რეკლამა არის აკრძალული. იმიტომ კი რომ ლუდი ცუდია ან კარგია. ცუდი, ბევრი ყველაფერი ცუდია. იმიტომ რომ ლუდი ნერგავს ცხოვრების წესს. ანუ კარგი ყველაფერი უკავშირდება ლუდს, კარგი გოგონა, კარგი გოგონასთვის ბიჭი, კარგი მანქანა, კარგი ცხოვრების წესი, კარგი დასვენება, აი ეს წრე იკვრება ამ სარეკლამო კამპანიის და ლუდი ნიშნავს ლუდის გარეშე ცხოვრება არ არის და ლუდი არ არის ჯანმრთელი პროდუქტი ნამდვილად. ამას თავს და ხო ესეა. და იმიტომ რომ ლუდი ყოველთვის ცდილობს პირველ რიგში რომ მიიღოს მონაწილეობა სპორტში, იმიტომ რომ გაანეიტრალოს ის ნეგატივი, რაც ლუდს მოსდევს თაც. ჯანმრთელი კაცი რომელიც ლუდს ვარ, ჯანმრთელი გინახავთ? უზომო რაოდენობით. ბიზნესმენი მინახავ ჯანმრთელი, რა ვიცი, მწერალი მინახავ ჯანმრთელი, კოსმონავტი. მაგრამ თემას გადავუხედე. ყოველთვის ვამბობ, რა, როდესაც ბანკი, როდესაც სხვა კომპანია დებს ფულს ამაში, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და აღსანიშნავი. მე მგონი აქ ჭიქა რომ მქონდეს კაი სამეზოს უცხო. მე ზალთან გადავალ კითხვით წლევანდელი ჩემპიონატი სხვადასხვა სხვადასხვა ლიგის ფორმატით ტარდება, ხო? და ახლა რა ეტაპია ეს გითხარით რომ მაყურებელმაც გაიგოს ბუნებრივად. ანუ თქვენ კითხვაზე პასუხს ცოტა გვერდიდან დავიწყებ. ჩვენ ვამბობთ ჯანმრთელობაზე, სპორტზე, ბიზნესზე და ჩვენი მიზანია გახდეს ეს მასობრივი. ანუ იქიდან გამომდინარე რომ შარშან ჩვენ გვყავდა 25 გუნდამდე
25-მდე, წელს ყავს 57. ანუ დინამიკა იქით მიდის და ჩვენ სურვილი გვაქვს გავხადოთ მასობრივი. ანუ რაც შეიძლება მეტი ადამიანი იყოს ჩართული, რაც შეიძლება მეტი სამაგალითო ადამიანი იყოს, რადგან მოთამაშეები მოდიან ოჯახებით, ბავშვებით და ეს ბავშვი აგორებს ბურთს მოედანზე. შესაბამისად მისი მშობელი მისთვის მაგალითია და დარწმუნებული ვარ რომ აი აქედან იწყება ზუსტად ის თუნდაც სამოყვარულო სპორტის განვითარება მასობრიობიდან გამომდინარე და პლუს ჩვენ თუ გვინდა რამეს მივახციოთ ან ფეხბურთში ან ზოგადად ნებისმიერი სპორტის სახეობაში თუ სპორტი არ გახდა მასობრივი პირველ რიგში და ბიზნესისთვის მიმზიდველი, მაშინ ჩვენ არ გვექნება ის წარმატება, რომელიც წარმატებაც უკვე ქვეყნისთვის არის წარმოსაჩენი, ანუ სპორტსმენი, რომელიც თავის ქვეყანას წარმოაჩენს. ანუ საბოლოო ჯამში მივდივართ იქამდე, რომ ერთეულები გახდნენ ხوار გიფიქრიათ ამ ტელეშოუს გაკეთება ამ მინი ფეხბურთის თუ საქართველოს რო ახსენეთ და გაზდა რო ახსენეთ კარგი ტელეშოუ ჩვენ რამოდენიმე ეს იდეა დაიბადა 3 წლის წინ გვინდოდა რამოდენიმე ტელევიზიასთან ვიყავით და შევთავაზეთ ასე ვთქვათ აი ის რაც თქვენ თქვით იმიტომ რომ არიან ჩართული ცნობილი სახეები არიან ჩართული კომპანიები და ასე ვთქვათ ძალიან საინტერესო პროდუქტი უნდა გამოვიდეს იმ კომპანიებისთვის. რამე არის კონკრეტული თუ უბრალოდ თქვენ ხვალ ორშაბათს გამოიარეთ. გასაგებია, მაგას მე მივხვდა. ალბათ ან ღონისძიება არ არის მზად, მაგრამ ამისთვის ჩვენ ვემზადებით, ან ის ტელევიზიები არ არიან მზად, ან საზოგადოება არ არის მზად. მე მგონი ტელევიზიები არ არის მზად და მე ერთხელ ვნახე ერთ არხზე რაღაც გადაცემა, იმიტომ ტელევიზორი გამორთული მაქვს. მაგის მერე გამორთე ტელევიზორი, რამდენიმე წელი გოგონა გამოვიდა რაღაც შოუები რო არის. და მე რასაკეთებ თუ ეკითხებიან და მე მუშტი შემიძლია პირში ჩავიდო და ესე მუშტი აიღო და ჩაიდო პირში. ხო და მაგისთვისაც არ არის საზოგადოება მზად. მე ყოველ შემთხვევაში მზად არ ვიყავ ამ კადრების ანახავად. მე ჩვენ ბავშვობაში იყო მხიარული სტარტები, იყო გერმანიაში გადაცემა თვარს და მე საქართველოს მიყავდა ადამავსკი. ანუ ყურებადი იყო, ძალიან ყურებადი იყო. ანუ ამის ანალოგი შეიძლება გავაკეთოთ იმ ყველაზე მასობრივი სპორტის სახეობაში, რომელსაც რასაც მინიფერბურთი. მეორე ვარიანტია, რასაც შესთავაზე, ბუნებრივი უნდა შესთავაზო ხარისხიანი პროდუქცია და შემდეგ ბუნებრივია მაყურებელსაც დააინტერესებს. აი ეს გვარები კახა კალაძე, გიორგი დემეტრაძე, ერეცინიაშვილი, დათო აქარის, ლევან კობეშვილი, ეხა მონაწილეობენ, ხო ამ მასში? თუ ამ ისტორიის განმავლობაში დროს ბანკების ფილიალების ხელმძღვანელები, ვიცე-პრეზიდენტი ჩართულები არიან. თვითონ თამაშობ თუ არა? ყველა თამაშობს ბანკში რო არ უკვე რამდენი ვიცე-პრეზიდენტი თამაშობს, გენერალური დირექტორი თამაშობს, ბევრი არის ჩართული. მოტივაციას აძლევს ადამიანს რომ მივიდეს და სხვა თანაშრომებს რომ მივიდეს და ყველაფერი არის იმას დამოკიდებული თუ რას თამაშობ, რა ხარისი ხდება იქ და ვინ არის, იმიტომ რომ ეს არ არის ხოლმე როგორც ზალმა თქვა ბიზნესის დაინტერესება მხოლოდ არ არის რომ მივიდეს ბურთი გააგოროს. ბიზნესის დაინტერესება რომ იქ დახვდეს ის გარემო, რომელსაც უკვე 21 გუნდის მაგივრად 54 გუნდი მონაწილეობს. აქედან გამომდინარე, ყველა იღებს მონაწილეობას, თან ზალს ისინი კარგად არის დაყოფილი. თუ ხარ პროფესიონალი, შეგიძლია უფრო მაღალ ლიგაში თამაში. თუ დამწყები არ ხარ, მაგრამ დამწყების არ თამაშობ, სხვა ლიგა არის. აქედან გამომდინარე ყველასთვის არის შექმნილი თავისი გუნდი და არავინ არ გრძნობს იქ დაჩერებულ და ენთუზიაზმით. წარმატებით გისურვებ და აი ბოლოს შეკითხვა მაქვს ფეხბურთელთან დათო. კოპა ამერიკა და რას ფიქრობ, ვინ მოიგებს ჩემპიონატს? ძალიან მოკლედ, ერთი ქვეყანა დაასახელე. არგენტინა მოიგებს, კარგი, ნახოთ. ძალიან მადლობა, ესეთი საინტერესო. მე არ ვეთანხმები, მაგრამ ამაზე რეკლამაა. მე ვიტა. დავასრულოთ გადაცემა და შემდეგ განვაგრძობთ ამაზე მსჯელობას. დიდი მადლობა სტუმრებს მოგზაურობისთვის. ჩვენი გადაცემა დღეს ამით დასრულებულია. ხოლმე შევხვდებით ერთმანეთს 12 საათზე. ნახვამდის.